აბა როგორც ყოველთვის, ხო? სასწავლო ცენტრებიდან, აი ეს იმათ ეხებათ მითი რო არა, ხო? ეს მიწერილი ახლა წარმოიდგინეთ აი ამ წერტილიდან, აი ამაზე მიყოფებით. ხო, აი საკვები გვაქვს, აი აქ. ამასობაში არსებული ობიექტიდან ქონდა, ხო? აი კიდე გავყვები, კაცო არ მეზარება. აი ეს მილე, ასე კოხთად და ლამაზად კი არ იქნებოდა. აი ესე იქნებოდა დიაგონალზე შემოგლეჯილი. ცოტა ზაპასები რო დაეტოვათ ამ პატიცემულებს. არსებულ პროცესს არ დავჭირდებოდა ვინაიდან იატაკის გათხოვა გვაქვს და ამასობაში რომც არ იყოს, გასულ ასე დიაგონალზე რატო უნდა მოდიოდეს მილი. აქ შეიძლება რაღაცა ხო დამჭირდეს ყველაფერი. ცხოვრება წინა, ამიტომ მე ვიცი როცა არის გაზის მილი პერიმეტრში, იქ ის არ გაიხრიტება, ამიტომ რომ ზემოდან არაფერს არ ხრიტავთ მხოლოდ კედელზე. ამიტომ წყალიც და გაზის მილიც, აი ესე, პატიცემულები, კულტურულად, ლამაზად ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, რა ვიცი. ასე ვისწავლე, ასე მასწავლეს და ასე ვცდილობ გავაგრძელო მოღვაწეობა ვინაიდან ის რაც უხილავი იქნება ისიც უნდა იყოს ლამაზად აი ესე პერიმეტრში გაყოლებული რომ ექვემდებარებოდეს ნორმებს ხო და სტანდარტებს აი ესე შემოდივართ და არსებული მინიატურული პოსტის აი ზუსტად აი ეს მშენებლობა კიდე 1-3 მეტრ რა იყო რომ არ დანანებული იყოთ ეს პროცესი არ ჩატარდებოდა მაგრამ ეს პროცესის მიღებული არის ვინაიდან აქედან ვერავინ დამარწმუნებს $1 მილიონ დავენიზავები ნებისმიერ 20 მილს გოფრიებულში აქედან კიდე ერთი ვიზახი გამრიცხვლიანობა არის პირველ სართულზე სადაც არის გაწი გამოწი რამდენი იქნება დავით 65 მეტრა 65 მეტრა აი აქ დამჭირდა ახლა გადაბმა ხო ამას ახსნი რისაა ეს მოგონილი ხო მოგონილი არა ხო ეს მდივაის დიდი ხანია უგემოგონილია ხო არსებობს ეს მოგონება კი არა არსებობს ხო მაგიტომაცაა განსხვავება და ამას სავსე ამიტომ აქედან ახალ მილს ვერ შეუშვებთ ვერავითად შემთხვევაში იქიდან მithometes ხო ეხლა წარმოიდგინეთ 70 მეტრა მილი რომ ერთი გადავავათ რატო რის გულისთვის როცა არსებობს ორი მიმართულება ამასობაში იქ იყო ხო ეჯერ ხო მონაწერებში ალექსანდრე ხო ალექსანდრე აი ეს არის წყალმომარაგების ხო აი ეგრეთ წოდებული ეს სპეციფიკური სალნიკი წყალმომარაგებისაა დაშვებული და აი გაზიფიცირებაში აი სპეციალური აი ზუსტად აი ორი ცალი სალნიკი ხო არის მოგონება იმისა რომ ჯერ ეს ერთი წნევა ხო ამაში გვაქვს რაღაც 25 მილიბარი ადამიანებო მილიბარი აქ გვაქვს ამასობაში შეიძლება იყოს 7-8 ბარი მაგრამ ამასობაში ჭაოს წყლისას იჭერს მაგრამ აი ეს არსებული სალნიკი ხო ეგრეთ წოდებული მეთანში ხო გაზიფიცირებაში ახლა მეტი არაფერი არ მოდის ხო ნუ საერთაშორისო კლასიფიკაციით G20 ხო ეს არის ზუსტად პრინციპში კი ბატონო მეთანი რომელიც მოდის ჩვენ გაზიფიცირებაში მილსადენში და აი ამისაა მოგენილი აი სალნიკები რომელსაც დროთა განმავლობაში ეს გაზმომარაგებაში მაგიტომაც უნდა გამოვიყენოთ გაზიფიცირების ეგრეთ წოდებული პრეს ფიტინგი და არა წყალმომარაგების პირიქით თქვენ წარმოიდგინეთ შეიძლება გაზიფიცირების წყალში გამოვიყენოთ კი ბატონო მაგრამ აი წყალმომარაგების გაზიფიცირებაში გამოყენება გამორიცხულია ხო მაგიტომაცაა განსხვავება და ყოველთვის იქნება ამებში განსხვავება. ეხლა რაც შეეხება გადაბას, ხო? დაშვებულია ამასობაში ეს ტყილი არაა მოგონება, არსებული ეგრეთ წოდებული პრეს ფიტინგის პრეს კიდე ერთი ვიზახ, ხო? არავითარ რაღაცა კომპრესიული გადაბმები, ხო? დაუშვებელია. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ხელთ აი ეს არსებული ზუსტად დივაისი რასაც ქვია პრეს ფიტინგი, ჩავცილავთ პრეს ფიტინგი, პრეს აპარატი და არა ხელის, ხო? არის აუცილებლად კალიბრატორი უნდა იყოს ეს კი ბატონო ის რომ ზომიერად არა ზუსტად ამ კალიბრაციას ახორციელებდეს რომ ფიტინგი არ გაგვიფუჭოს შემდეგ ვაცმეთ აი ამ პატივცემულს უკვე აი ესე ორი თითით კეთდება ყველაფერი ეს აი ასე ლამაზად ამასობაში ის სალნიკის არ გაფუჭდება ვინაიდან ის ეგრეთ წოდებული გარპონი ხო გარპონზე აი ეს არის ზუსტად მოგონება აი ნახეთ ხო აი ეს ჩატრიალებულია და რომც ჩამოვაცოთ სალნიკს არ გავაბუჭოთ მაგრამ კალიბრაცია ყოველთვის არის აუცილებელი შემდეგ ინდიკაცია უნდა დავინახოთ აი აქ ინდიკაცია და შემდეგ ხოლოდ ამის შემდეგ აი ხო ამასობაში ვიღებთ და ვაკვირდებით აი აქ ვიპრესება ეს არსებული გადაბმა ხო მე ცალკე პოსტას დავდებ ხო არსებული აი ესეთი სახის გადაბმა იქნება 12-14 და შემიძლია 20 ბარზე დატესტვით ვაჩვენო რომ 20 ბარზე ამასობაში არაფერს არ გააპარებს და კიდევ ერთი ვიზახ 20 ბარი ტესტირების იქნება ეგრეთ წოდებული ჭავლი ეგრეთ წოდებული არა ჭავლი კი ბატონო და ამასობაში გაზიფიცირებაში გვაქვს რამდენი ოჩა ხო ის გამოდის 25-26 ნუ მაქსიმუმ 30 მილიბარი ადამიანებო მილიბარი ხო მაგრამ იქ არის აუცილებელი კიდევ ერთი ვიზახი შიგ თავსი ეგრეთ წოდებული მეტანი G20 კლასიფიკაციის
საერთაშორისო სანატრიშო ვეყნობით, მეც ვეყნობი ამას, ყოველთვის პრინციპში ვარ მისი თანამგზავრი და ამასობაში წყალმომარაგება არ უნდა გამოვიყენოთ გაზიფიცირებაში და არ გვიქნება მე ის მიმართულებები, ვაი გამიპარა და ვუი გამიპარაო. არსად არაფერს არ გავაპარეს, ვინმედან ეს არსებული დევაის მოგონება არაა, ხო? სადღაც პადვაში დამზადებული არაა, ეს არის სერტიფიცირებული TM-ი, არაა TM-ი რაღაცა პადვაში დამზადებული და ამასობაში გაზიფიცირების კიდევ ეჯერ და ეჯერ. აი ესეთი მიმართულებები ყოველთვის უნდა ქონდეს, ხო? დამასწორებული არა. ამას ვეყნობით ყოველთვის. ეს ესეთი სახით გვექნება. როგორც ყოველთვის კეთილი და პატიოსანი